სულხან საბა ორბელიანი. ინდუელი ჯამბაზები. ტექსტი ნათარგმნია ხელოვნური ინტელექტის მიერ. ინდუეთში მივედი და მრავალი უცხო რამე ვნახე, ხე, ხილი, პირუტყვი, ფრინველი, მაგრამ ეს რომ მოვყვე, სიტყვა გამიგრძელდება და მეფეს თავს არ შევაწყენ. მრავალი უცხო მოასპარეზე მოვიდა ხელმწიფესთან, მაგრამ სამი კაცის ასპარეზობა დიდად მეუცხოვა და გამიკვირდა. ერთი კაცი მოვიდა და დადგა, თან 40 შეგირდი მოიყვანა. ერთი ავიდა, ოსტაძა ერთი ფეხი მარჯვენა მხარზე დაადგა, მეორე მარცხენაზე. მასზე სხვა დადგა, მასზე კიდევ სხვა და 40-ვე ერთმანეთზე შედგნენ. არც ერთი არ ჩამოვარდა, არც გადაგა და არც ქვემოთა კაცმა შეიმჩნია მათი სიმძიმიმე. შემდეგ ქვედა კაცმა სიარული დაიწყო, ხან დაჯდა, ხან ადგა, ბოლოს გაირბინა, შეხტა და კაცები გადმოყარა. არც ერთი ზურგზე არ დაეცა, ყველანი ფეხზე დადგნენ. მოვიდა მეორე მოასპარეზე. ხეები ფიცრებად დაეთალა და ფრინველის მსგავსად მხრები და ფრთები იმით გაეწყო. მერე შეიხსნა ფიცრები და დაიწყო ფრენა. ხან მთაზე აფრინდებოდა, ხან მინდორის თავზე დაფრინავდა, ისე რომ ყველას ფრინველი ეკონა. ისეთი ფრენა არწივს არ შეუძლია. მოვიდა მესამე მოასპარეზე და ერთი კანაფის გორგალი მოიტანა. ერთი წვერი ხელით დაიჭირა და გორგალი ჰაერში შეაგდო. გორგალი გაიშალა და ჰაერში ავიდა. როცა სულებით გაიშალა და ჰაერში აღარ გამოჩნდა, მოთამაშემ კანაფს დასწია, ვერ ჩამოიღო, კიდევ მოზიდა და ვერ ჩამოიღო. თქვა, გავალამ თოქზე, ჰაერში რამ დააბაო. მოასპარეზე გავიდა თოქზე, ავიდა ჰაერში, გაქრა და აღარ გამოჩნდა. ცოტა ხნის შემდეგ შეიქმნა ერთი კივილი და კიჟინა, თოფის სროლა და გრიალი, კაცი გაოგნდებოდა. ჰაერიდან ზოგან კაცის თავი ჩამოვარდა, ზოგან მოკვეთილი ხელი და ფეხი და ზოგან გაკვეთილი კაცი. ეს ჩვენი მოასპარეზეთ შუაზე გაკვეთილი ჩამოვარდა. ეწყინა მეფეს და ყველას ხასიათი დაგუნძიმდა. მოვიდა მოასპარეზის ცოლი ორი შვილით, ცეცხლში შევიდნენ და დაიწვნენ. ნაცარი გაანიავეს, როგორც ინდუელების წესია. მცირე ხნის შემდეგ მოასპარეზე ჰაერში გამოჩნდა და თოკით ჩამოსვიალდა. როცა ცოლისა და შვილების დაწვის ამბავი უთხრეს, თქვა, მე არც ომი მინახავს, არც ყიჟინა მსმენიაო. მეფემ სამძიმარი უთხრა და სამეფო სამოსელით შემოსა, სიასამურის ტყავი წამოასა. მოასპარეზე მივიდა, ხელმწიფეს თაყვანისცა. ერთი კალთა გაიბერტყა, ცოლი ცოცხალი გადმოსვა, მეორე გაიბერტყა და შვილები გადმოსვა. ყველას გაუკვირდა, ამგვარი მოთამაში არავის უნახავსო. მეფემ უხვად დაასაჩუქრა და გაისტუმრა.